გვაქვს საშუალება ახლა ვენას ჩავერთოთ, სადაც როგორც მეუნებიან, ხაზზე უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარკეტინგის და პიარის განყოფილების უფროსი თიკო ბერძენიშვილი. მოგესალმებით თიკო, გესმის ჩვენი ხმა? კი, ჩვენ გვესმის კარგად, აი აქ მთელი გუნდი შევიკრიბეთ, მაგრამ თუ ხედავთ ალბათ ყველას ნაცია. ჩვენი ქართული დელეგაცია ვართ და ნინა ყოს სცენაზე ერთადერთი. ძალიან ამაღელვებელი წუთებია, იმიტომ რომ ეხლა არის ზუსტად თქვენს უკან არის დიდი მონიტორის პრეს-ცენტრი, ჩანს თუ არა, არ ვიცი, სადაც მიმდინარეობს dress rehearsal, ანუ გენერალური რეპეტიცია, კოსტიუმირებული აუდიტორია და ყველაფერი იგივე, რაც იქნება დღეს პირდაპირ ეთერში და ველოდებით თქვენი დროით 9 საათ, ჩვენი დროით 11 საათს. კაბას ვერ გვაჩვენებთ ვერანაირად, იმიტომ რომ ეს კაბა საიდუმლო კაბა აღმოჩნდა ფაქტიურად. თუ ჯერ ბოლომდე საიდუმლო აღარ არის, იმიტომ რომ ნახავ პრაქტიკულად ყველა მინა ყავს სცენაზე, ჩვენ გვინდოდა რომ სცენიდანაც ასე ვთქვათ, გაგვეკეთებინა ჩართვა და პრინციპში თუ დაგვრჩება დრო, ჩვენ შეგვიძლია იქით შევიდეთ და დავუშვათ ის ატმოსფეროთ ვაჩვენოთ მაყურებელს თუ რა ხდება ახლა უშუალოდ ასე ვთქვათ ბექსტეიჯში, ასე რომ ცოტა შემდეგ ჩართვაზე შეიძლება მოვასწროთ, ხო ნათია? როგორ ფიქრობთ, უკვე გარკვეულწილად ჩანს მან თუნდაც იგივე თქვენი კოლეგებთან საუბარში, თუ ვინ არის წელს ფავორიტი, ან ვინ არიან ფავორიტები? ფავორიტები არიან საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვიტყოდი, რომ ნინა არავის არ ჩამოუვარდება და ერთ-ერთი ფავორიტია, ძალიან მოწონთ, როგორც სიმღერა ისე თვითონ ვიზუალურად კაბაზე ძალიან მოძრაზეც ახლა სერგი შენ გააკეთე აქცენტი, კაბა მოწონთ, თვითონ ნინა მოწონთ ძალიან და ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი პოპულარული გახდა აქ თვითონ ვენაში, მიუხედავად იმისა, რომ ნინა ძალიან პოპულარულია თვითონ თბილისში. და სერგი დღეს გავიღვიძეთ თუ არა, ეხლა თან ასე ვენის ასე ვთქვათ, წამყვანი გაზეთების პირველ ყდაზე ვიყავით, ასე ვთქვათ, და ძალიან გვახარებს ეს როგორც იცი, არც ისე ხშირად ხდება, მით უმეტეს ევროპულ ქვეყნებში. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილებით, თუმცა რაღაცა ქულებზე და შეფასებებზე ალბათ ადრეა საუბარი. ვიცით, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის მათზე, ვინც არ ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყოველი ხმა იქნება გადამწყვეტი დღევანდელ დღეს და ყველას მოუწოდებთ, რომ იყვნენ აქტიურები და დაუჭირონ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს ხარი. როგორ ფიქრობთ, საშუალება ექნება ქართულ სათვისტომოს რომ მოხდეს დღეს კონცერტზე, ანუ გააქვთ კონტაქტი მათთან? კი, აი ეხლა ორი ყურცაცმენი გვაქვს და ნაციას ასე ვთქვათ, რა ხდება ეხლა ჩვენ 10 ბილეთი მივეცეთ ქართულ სათვისტომოს და ისინი დღეს იქნებიან დარბაზში, გარდა ამისა არიან ძალიან ბევრი ეხლა ხმამაღალი ნათქვამია, გარდა ამისა დაახლოებით 10-20 ადამიანი საქართველოსდან ჩამოსული, მათ შორის ნინას გულშემატკივრები, ასე რომ დაახლოებით 30 ნინას მეუღლე, მამა, ასე ვთქვათ, დაახლოებით 30 ადამიანი ქართველების ქართულ დროშას ააყენებს სათვისტომოდან იქნებიან წარმომადგენლები აუცილებლად, მათ შორის საელჩო კიდევ ცალკე ესწრება, ასე ვთქვათ, კონცერტს, ამიტომ რაღაც პატარა შემადგენლობა ვართ აქ და ყველას გამზადებული აქვს ტელეფონი, რომ დაუესემესოს და დაურეკოს ნინა, იმიტომ რომ ავსტრიაც ამ მესიჯებს დღევანდელ საღამოს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, წარმატებებს უსურვებ ჩვენს და თქვენს და ყველას, ვინც მხარს უჭერს ევროვიზიის წლევანდელ კანდიდატს და იმედი მაქვს, რომ ჩავერთვებით კიდევ ერთმანეთს და გავისაუბრებით გვექნება საშუალება ამ დღეების მანძილზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 10-ში აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღე. კეთილი, დიდი მადლობა.